თავი 32. იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები. რას ნიშნავს წავიდა თავის გზაზე? ჩვენ გახსოვთ 31 ეთავზე როცა ვლაპარაკობდით, მე გითხარით მაშინ, რომ ლაბანთან ჰქონდა მას ძალიან მწვავე, ესე იგი საუბარი. ეს საკითხები ჩვენ განვიხილეთ, ლაბანს ღმერთი გამოეცხადა და ღამით დაუთხრა, რომ იაკობს არც ცუდი უთხრა და არც კარგი ისე გაუშვიო. ამიტომ ლაბანმა ვერ გაბედა ვერანაირად რომ იაკობისთვის ძვირი, თუმცა კი ლაბანი მოსულიყო ძალიან ცუდი განზრახით. არ გამორიცხავენ რომ ლაბანს მოკლა უნდოდა საერთოდ იაკობის ინქონების გამო, რომელიც იაკობს მიქონდა. და დაიტოვებდა თავის ქალიშვილებს, თავის შვილიშვილებს, თავის ქალიშვილებს დაარქმევდა ქვრივებს და მას დარჩებოდა მთელი ეს ქონება და მისი იქნებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო ეს ქონება, მინდა გითხრათ. ძალიან გამდიდრდა იაკობი მის ხელში და ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ. ამიტომ მათ, რადგანაც ლაბანმა ასეთი გაფრთხილება მიიღო, მათ დადეს ფიცი, რომ ერთმანეთს აღარ შეეხებოდნენ, ერთმანეთის ტერიტორიებზე არ გადავიდოდნენ და ერთმანეთს მტრებად არ ექცეოდნენ. ამიტომ იაკობმა გახსოვთ, წავიკითხეთ, რომ ლაბანი კიდე იაკობმა გააკეთა სუფრა ამ ფიცის შემდეგ და კიდე იაკობმა გაისტუმრა ისინი და იაკობიც ახლა 32 თავი ესე იწყება, რა ჩვენ უბრალოდ იცით რა, როდესაც ყოველ კვირას ვკითხულობთ, უფრო მეტად რჩება მეხსიერებაში და ახლა წინა კვირა რადგანაც გაგვიცნა. ეს შინაარსი ამიტომაც შეგახსენეთ, რომ თქვენთვის ადვილად იყოს მისახვედრი ეს გადასვლა. წავიდა გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები. თქვა იაკობმა მათ დანახვაზე, ეს ღვთის ბანაკია და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი, ორ ბანაკი. ანუ ორ ბანაკად შემოხვდა მას ღვთის ანგელოზები. რას ნიშნავს ამ ღვთის ანგელოზების შეხვედრა? იაკობს აქვს ხილვა. არ დაგავიწყდეთ. გახსოვთ იაკობი, როდესაც გამოიქცა თავის ქვეყნიდან, მაშინაც ეს ხილვა აქვს და რომ ბრუნდება, ახლაც იგივე ხილვა აქვს. მაშინაც მან გახსოვთ ანგელოზები იხილა, რომლებიც კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. კიბე, რომელიც მიდმული იყო ზეცაზე და ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. ეხლაც ორ ბანაკად. მაშინაც ზოგი ადიოდა, ზოგი ჩამოდიოდა. ეხლაც ის ორ ბანაკს ხედავს. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ იაკობისთვის ეს არის ძალიან დიდი თანადგომა ღვთისგან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იაკობმა იცის, რომ ღვთისგან დალოცვილია მისი გზა. ეს ბანაკები ანგელოზისა, რომელიც მან იხილა, იაკობისთვის პირდაპირ მოცემულობაა, რომ ლაბანთან მას არ უნდა შეშინებოდა, ანუ გამოცხადებაა იაკობისთვის, რომ ლაბანის საქმე როგორც დამთავრდა ეს ღმერთის მოგვარებული იყო და ღმერთმა შეაშინა ლაბანი, თორე იაკობს ის აუცილებლად შეჭამდა იმ გაგებით ვიძახი, რომ რაღაცას დამართებდა იაკობს და ქონების გამო და ისე გაისტუმრებდა, მაგრამ ეხლა მეორე განსაცდელი აქვს წინ, თავის მას ესავს უნდა შეხვდეს. გახსოვთ ესავმა როგორ გაიმუქრა, რომ მე მას მოკლა. აუცილებლად, იმიტომ რომ ფილმშეობა მან მიიტაცა. აქედან გამომდინარე, ორ ბანაკად არის ეს ანგელოზი, იმიტომ რომ ერთი ანუგეშებს ეუბნება, რომ ლაბანთან რაც მოხდა, ნახე როგორ მოგვარდა. ესე იგი, ღმერთს შეუძლია ამ საკითხის მოგვარება. და მეორე ბანაკი ანგელოზის ეუბნება, რომ ჩვენ ვართ ის, რომლებიც მოვაგვარებთ ახლა ესავთან, ისევე როგორც მოვაგვარებთ იაკობ, თორე რა საჭირო იყო ორ ბანაკად ანგელოზების გამოჩენა. თან ეს ერთი ანგელოზი არ არის, რამდენიმე ანგელოზი. ბანაკი რას ნიშნავს? ბანაკი ერთი კაცისგან როგორ შეიძლება შედგებოდეს? ბანაკში ერთი კაცი და ეჭვრო ერთი კაცი იცხოვრობს, ერთი კაცი იცხოვრ ან გარავში რაღაცა. დაბანაკებული ნიშნავს იმას, რომ მრავლობითში არის ეს ნათქვამი, რომ ანგელოზები, ღვთის ანგელოზები ამ შემთხვევაში მას იცავენ და ფარველობენ. იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან სეყირის ქვეყანაში ედომის ველისკენ. დააბარა მათ, უთხარით ჩემს ბატონს ესავს, ასე ამბობს თქო შენი მორჩილი იაკობი, ლაბანთან გმურობდი და დავყომდი აქამდე. ყავს ხარები და სახედრები, ცხრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვყოვო შენს თვალში. იაკობი, შერიგების წერილს ატანს ფაქტიურად, რომ თავის ისტორიას უყვება, ლაბანთან ვიყავი, ბიძაჩვენთან, მაქვს უამრავი საქონელი, ამით რატო იწყებს, რომ მაქვს უამრავი საქონელი? იმიტომ რომ იცის, რომ ესავე ყაჩაღია. და იცის, რომ ესავთან გულის მოლბობა შესაძლებელია რაღაცა ქონების გადანაწილებით. მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს, ვიყავით შენ ძმასთან ესავთან და ისიც მოდის 400 კაცი ჩვენთან შესახვედრათო.
ეხლა იაკობს რამდენი მართავს როგორ წარმოგიდგენთ. იცის რომ ეს 400 კაცი ვიღაცა ეს კი არ არის გაფია ლოცველი და ხელაბრობელი. როგორ ეყაჩაღით ესავე მისი გუნდია ესა. დააწყვეტიან დათარეშობენ რაღაცა ბედუინობენ იქავითომ აკლებებით თუ ცხენებით და არბევენ ყველაფერს და ამით აქვს მოხოჭილი ტელეფონი. იმიტომ რომ ესავე ტყის კაცი იყო და ასე ცხოვრობდა და ასეც აგრძელებს თავის ცხოვრებას. და იცით რა ახლა ძმასთან შესახვედრად შეიძლება გაემართოს, მაგრამ 400 კაცი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? იაკობი დიდად შეშინდა. უნებრივია შეშინდა, იმიტომ რომ იცნობს ის თავის ძმას ძალიან კარგად. და შეშფოთდა. ეს შეშფოთება სიტყვა სულ იმას მახსენებს ხოლმე რა. 2008 წელს რო გადაგვიარეს ზევიდან ევროპაში შეშფოთდა. ნახეთ რას აკეთებს იაკობი. გაჰყო ხალხი, თან რომ ახდა, ცხვარძროხა და აკლებები ორ ბანაკად. ისევე როგორც იხილა ანგელოს და ორი დასი. ორ ბანაკად ყოფს. და თქვა, თუ დაეცემა ესავე ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება. ანუ ეს ბანაკები რამდენიმე დღის დაშორებით დაყო ერთმანეთს. თქვა იაკობმა, ჩემი მამის აბრაამის ღმერთო, ჩემი მამის ისააკის ღმერთო, უფალო რომელმაც მითხარი შენს ქვეყანაში, შენ სამშობლოში დაბრუნდი, სიკეთეს გიყოფო. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა შენს მორჩილს რომ ვყავი. მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. ნახეთ, პირველ რიგში მე კიდევ ერთხელ ყურადღება უნდა გავამახვილო ამაზე რომ რატომ ამბობ ჩემი მამის აბრაამის ღმერთო, ჩემი მამის ისააკის ღმერთო, სხვადასხვა ღმერთებზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა არა. ერთ და იგივე ღმერთზეა ლაპარაკი, მაგრამ ყოველი ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან არის ინდივიდუალური. აბრაამს სხვა ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან, ისააკს სხვა ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. ამიტომ ამ სხვადასხვანაირ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ღმერთებს ურთიერთობა ჰქონდა. უბრალოდ მათი პირადი ურთიერთობა აბსოლუტურად სხვადასხვანაირი იყო. იაკობის ურთიერთობა სულ სხვანაირია ღმერთთან და ჩვენ წავიკითხავთ ამას ახლა ამ თავში. სახელი გადაერქმევა საერთოდ იაკობს და სხვა სახელი დაერქმევა. მაგრამ ამას რომ ამბობს აბრაამის ღმერთო და ისააკის ღმერთო, ამას იმიტომაც ამბობს რომ ეს ურთიერთობა რომელიც მას აქვს, ამის გამეორებაა რომ შენ მითხარი რომ შენ სამშობლოში და ანუ ჩემი ურთიერთობა ესეთია. აბრაამს უთხარი რომ გამოდი მაქვეყნიდან და გამოვიდა და აღქმით მიეცი, ისააკს უთხარი რომ არსად არ უნდა წასულიყო და ისააკი მართლა ეკითხებოდა არსად არ წასულა ისააკი. არ გადაადგილებულა იმ აღქმის მიწიდან, აღქმული მიწიდან. იაკობი გამოსულია იმ ქვეყნიდან თავის ბიძასთან გმურობდა, ეხლა ბრუნდება თავის ქვეყანაში, ეუბნება რომ შენ მითხარი ასე და სიკეთეს გიყოფო, რომლის ღირსიც არ ვიყავი, ერთი კვერთხის ამარამ გადავლახე იორდანე ეუბნება. მიხსენი ესავისაგან, ჩემი ძმისაგან, რადგან მეშინია მისი არ დამეცეს და დედაწულიანად არა მომწყვიტოს. ანუ ამბობს იმას, რაც მოსალოდნელია სულიად ესავისგან და ნამდვილად ვარაუდია რომ ასეც ფიქრობდა ესავი და რატომ შეიცვალა მე მისი გუნება განწყობილება ამას ცოტა ქვემოთ ვნახოთ. აკი მითხარი სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენ შთამომავლობას. ღმერთს მიმართავს ამას რომ შენ აი ამ აღთქმაზე ამ აღთქმის გამო ბრუნდები, ანუ იაკობის დამოკიდებულება ცით როგორი არის რომ მე ბრუნდები იმიტომ რომ შენი გამოცხადებით მოვდივარ ეხლა აქ. მე ჩემი ნებით არც იქეთ წავსულვარ, არც აქეთ წამოვსულ. იქ გაათენა ის ღამე, გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის, 200 ნეзвი თხა და 20 ვაცი, 200 ნერბი და 20 ვერძი, 30 მეწველი ახლემი თავის კოზაკებიანად, 40 ფური და 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 ჩოჩორი. ეს წარმოიდგინეთ საჩუქრად რომ გამოარჩია თვითონ რამდენი ყავდა კიდე. ჩვენ ხო ბევრი ჩამოვთვალეთ. ჩააბარა თავის მორჩილთ, ცალცალკე ჯოგებად და უთხრა, იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი. ეხლა რას აკეთებს იაკობი, ჭკვიანი კაცი. ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი. ნახეთ, მიდის პირველი 200 ნეзвი თხა და 20 ვაცი. მოდის იქედან ესავე, ხო? დაინახა პირველი ეს ჯოგი. ეკითხება ახლა ამ წყემს, ვისია ესა? იმიტომ რომ ეს ყაჩაღია, დაინტერესებს ვისია. ეუბნებიან რომ იაკობმა გაუგზავნა თავის ძმას ესავს. ახლა დაკაჩაღება რატომ და ისედაც ამისთვის გამოუგზავნია, ხო? ხო გააგრძელა გზა.
გაიარა და ნახო 30 მეწველი აკლები თავის გოზაგებიანად. ვისია კითხულობს იაკობმა გამოუგზავნა თავის ძმას. ანუ გარკვეული მანძილებია რომ ერთ მთლიანად კი არ მოდის, რატო იცით? ერთ მთლიანად რომ წამოვიდეს ეს ყველაფერი, ეს გამოუგზავნა დაინახა შეიძლება ესავითvis არაფერი არ იყო ჩაიაროს, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა უნდა იყოს, უნდა შეხვდეს ჯერ ამ 200 თხას, მერე 30 აკლებს, ორი 40 ფური ცალკე, 20 ჭაკივირი ცალკე და ეს წარმოიდგინეთ ესეთი ბანაკები მიდის ცალ-ცალკე და ხვდებიან ესავს და ეუბნებიან რომ ეს იაკობა გამოუგზავნა ესავს. იაკობა გამოუგზავნა ესავს რომ ესავის გული ნელ-ნელა მოუპეს და რაღაცა ერთ რომ აფექტურ მდგომარეობაში ადამიანო შეიძლება უცბად რაღაცა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და ეს უკვე აღარ არის აფექტი, როდესაც ნელ-ნელა რაღაცა მეტაპებს გადიხარ ერთი გუნდი, მეორე გუნდი, მესამე გუნდი ჩაიარა შენ წინ და იცი რომ ეს ყველაფერი შენთან არის გამოგზავნილი საჩუქრად, შენი გულის მოსალბობად. დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეხვდა ჩემი ძმა ესავი და კითხა ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წირო მიგი მოირეკავო, უთხარი: შენი მორჩილის იაკობის არის თქო, ჩემი ბატონის ესავისთვის გამოგზავნილი ძღვენი თქო, აგერ თავადაც უკან მოყვება თქო. ანუ ყველა წემს აბარებს ამას. დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინ ჯოგებს გააყოლა. ასე უთხარი თუ ესავს შეხვედრისას. ძალიან ჩქარა ხო არ კითხულობ, ხო გესმით რასაც. უთხარით აგერ შენი მორჩილი იაკობი უკან მოყვება თქო, რადგან იფიქრა გულს მოუგებ წინ წაწღვანებული ძღვენით, მერე კი სახეზე შევხედავ და იქნება შემეწყალოსო. ნუ თვალებში შეხედვა მოგეხსენებათ ადამიანებს ხანდახან გადააფიქრებინებს ხოლმე თავის გადაწყვეტილებას. ნამდვილად ასე არის, ვიღაცა შეხვდება, შეიძლება არც არაფერი არ გითხრას, უბრალოდ შემოხედოს და აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია. ადგა ღამით, ხელი მოკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავით 11 შვილს და გავიდა პლომბი. ობა რა ჩაგვიდე რა იყო? შემოჭრა. ესე იგი, სად ვიყავით, ხო, მე 11 შვილსო წერია, იმიტომ რომ მე-12 ბენიამინ ჯერ არ დაბადებულა, რადგანაც ბენიამინ მშობიარობას გადაყრება მისი ცოლი რებეკა და აქ ლაპარაკია რომ ორი ცოლი გადაყავს. აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა რაც კი ჰქონდა და მარტო დარჩა იაკობი. რას ნიშნავს მარტო დარჩა? გადაიყვანა ესენი და ისე უკან დამკვდა. ამბობენ მამები რომ იქ მოიმიზეზაო იაკობმა რომ რაღაცა დამრჩა და იმის წამოსაღებად მივდივარო. სინამდვილეში იაკობი დაბრუნდა იმისთვის რომ მარტო დარჩენილიყო. კი არ დარჩა მარტო უნდა რომ დარჩენილიყო. და ნახეთ რა ხდება 24 მუხლია, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე. როცა შეატყო რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა გამიშვი უკვე თენდება, უთხრა არ გაგიშვებ სანამ არ მაკურთხებ. იაკობისა და ვიღაცა კაცის დიალოგია. უთხრა რა ქვია, მიუგო იაკობი. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვა შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და ზლიე. ეხლა რას ნიშნავს ეს სრულიად გაუგებარი ტექსტი? ვინ არის ეს კაცი, ვისაც იაკობი ერკინება? ამას აქვს ძალიან ბევრი განმარტება. მე ბიბლიის შესახებ ადრეც გითხარით და კიდევ ერთხელ უნდა გაგიმეოროთ, როგორც რაღაცა ალმასის ქვა, რომ რამდენ მხარესაც არ უნდა შეატრიალო, ყველა მხრიდან რაღაც აბსოლუტურად სხვა სამყარო წარმოიქმნება თითქოს. ეს გრანულები სხვადასხვანაირად აირეკლავენ სხივებს და სხვადასხვანაირად მოსჩანს ეს სილამაზე მისი. სწორედ ესეთი გახლავთ ბიბლიის ტექსტი, იმიტომ რომ ჩვენ რო წავიკითხოთ განმარტებები, ალბათ მარტო ამ ადგილის განმარტებას მოუნდებით ერთი წელიწადი, იმიტომ რომ იმდენად ღრმა და მნიშვნელოვანია ეს განმარტება. პირველ რიგში, რაც ყველაზე მარტივია და ადვილად ყველა ადამიანისთვის გასაგები ეს განმარტება, გახლავთ ის, რომ იაკობი წავიდა იქ და დაეცა მუხლებზე და ლოცულობდა. და ეს შერკინება სწორედ ამას ნიშნავს, რომ მუხლებზე დგომა რამდენი ხანი შეგიძლია თქვენ. ეს კაც გათენებამდე იდგა. ამიტომაც მის ბარძახში შეეხო, რომ დაკოჭლდა ამის გამო იაკობი, მერე მთელი ცხოვრება კოჭლობდა. მართლა რეალურად კოჭლიყო, ცალი ფეხით კოჭლობდა იაკობი მთელი ცხოვრება. ამიტომაც პირველი და მარტივი შინაარსი, რომელსაც იავანე ოქროპირი გველაპარაკება, ამის გახლავთ ის, რომ იაკობი გადმოვიდა დიდი განსაცდელის წინაშე დგას
იცის რომ მისი ყაჩაღი ძმა მასთან მოდის შესაძლებლად 400 კაცით. როგორი ამბავია? ამას ახლავს ცოლები, შვილები, თავისი საქონელი ყველაფერი და იცით რა, ქონებაზე კი არ დარდობს ისე, შეიძლება ამოწყვიტოს მთლიანად. რადგანაც იცის რომ კურთხევა ამან მიიტაცა. ერთ-ერთი მიზეზი ამ განსაცდელისა ის არის, რომ გადმოვიდა იაკობი მარტო დარჩა და ლოცულობს. მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ ეს უცხო კაცი უნდა გამიშვი უკვე თენდება. არ დგება იაკობი. ანუ მოერიაო ღმერთსო ამაზე ღმერთთან მებრძოლი იაკობი. გახსოვთ ესეთი გამოთქმაც არსებობს. კი, იაკობის შერკინება, სწორედ ამაზეა ლაპარაკი. ამ შერკინებაზეა ლაპარაკი, რომ ეს იყო ადამიანური ძალებისთვის აღმატებული რაღაცა. ისე უჭირდა იაკობს წარმოიდგინეთ, რომ ფაქტიურად ღმერთ შეერკინა, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ შეუძლებელი ღმერთი ეუბნება, შეწყნარებულია შენი ლოცვა. გამიშვიო ეუბნება. და ესე ეუბნება, რომ არ გაგიშვებ სანამ არ მაკურთხებო, იმიტომ რომ იმდენად უჭირს და იმდენად განიცდის ამას. აი როგორია ლოცვის ძალა წარმოიდგინეთ რა. ფეხის ტკივილს ვეღარ გრძნობს საერთოდ. იმდენად ძლიერია მისი სულიერი ტანჯვა, რომ მისმა ძმამ შეიძლება ამოწყვიტოს ეს საფრთხოერი, არ დაგავიწყდეთ იაკობის ეს ლოცვა კიდევ ერთ რამეს ითვალისწინებს. იაკობმა ზუსტად იცის, რომ მესია სწორედ აქ უნდა მოვიდეს, აღთქმა ამათზეა. ამ 12 ვაჟიდან ჯერ მე-12 არ დაბადებულა, მაგრამ ერთ-ერთში უნდა დაიბადოს, ის წინასწარმეტყველია და იცის. ახლა ესავი თუ დაესმება და ამათ გაწყვიტავს. განა არ იცის რომ უფლის ანგელოზებმა ჩვენ ხო თავი ამით დავიწყეთ 32-ე რომ უფლის ანგელოზები ორბანაკად გამოეცხადნენ მას. მაგრამ მაინც ადამიანურად გასდა ამიტომ შენ როგორც არ უნდა იცოდე საფრთხეების გამოცხადება რომ გქონდეს და იცოდე ზუსტად რომ აქედან შენ ახლა აქამდე ჩახვალ ეს იმას კი არნიშნავს ფეხბურთზე უნდა გადაიდო და ახლა რა ღმერთმა თქვა ჩავალ მე აღარაფერი არ უნდა გავაკეთო. ღმერთმა შენ გითხრა რომ შენთვის სასუფევლის კარი გაღებულია. მაგრამ ამა დაჯექი ერთი და არაფერი არ გააკეთო თუ შეხვალ იმ გაღებულ სასუფევლის კარში. ცხონება არის თანაშემოქმედება ღმერთთან. შენი ნება და ღმერთის ნება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. და ღმერთის მიერ მოცემულობას შენ უნდა ასრულებდე რაღაცას. რომ უნდა გიყვარდეს, რომ უნდა იწვოდე როგორც სანთელი. ამის გარეშე ახლა კი ბატონო, მოცემულობა გაქვს, ზუსტად იცი, გამოცხადება გაქვს. ნათქვამია, დაწერილია, გაცხადებულია, სასუფევლის კარი გაიღო. მაგრამ ამიტომ აღარაფერი აღარ უნდა ვაკეთოთ, ამიტომაც იაკობის მოქმედება სწორედ ეს არის. იცის მან ანგელოზთა ბანაკები როგორც მოგიგვარდა ლაბანთან სიტუაცია, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, სწორედ ესე უსისხლოდ და უმტკივნეულოდ მოგიგვარდება შენ ესავთან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იაკობი ღამე დაწვება და ტკბილად დაიძინებს, ანგელოზები მოაგვარებენ. არა, ანგელოზები შენს გარეშე, შენ საქმეს არავითარ შემთხვევაში არ მოაგვარებენ. შენ უნდა იყო თანამონაწილე ამ ანგელოზებთან ერთად. და მინდა გითხრათ, რომ ანგელოზების შესახებ ერთ ცოტა რთული მეცნიერება, ანგელოლოგია რო რასაც ქვია, ანგელოზთა შესახებ მეცნიერება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ანგელოზი ყავს, ყველა ერს თავისი ანგელოზი ყავს. და უნდა იცოდეთ, რომ ხანდახან ამ ანგელოზებს შეიძლება ერთმანეთში თანხმობა კი არ ქონდეს. იმიტომ რომ ყველა ანგელოზი თავის დასაცავს იცავს. ეს იცით რას ნიშნავს? მაგალითად ომის დროს ერთი ქვეყანა მეორეს რო ბომბავს, ერთ ქვეყანასაც ანგელოზი იცავს და ამ მეორე ქვეყანას რო ანგელოზი ყავს, როგორ წარმოგიდგენიათ, მათ ერთმანეთში უთანხმოება არა აქვთ? აუცილებლად აქვთ. აუცილებლად. და ამიტომაც მოსთხოვენ იმ დამბომბველებს, აი ეს ფარველი ანგელოზი, რომელიც ერის ფარველი იყო, იმ დამბომბველს აუცილებლად პასუხს მოთხოვს და აგებინებს კიდეც ამაზე პასუხს. თუმცა კი ის თავისი ანგელოზი იმას დაიცავს, თავის დასაცავს. ამიტომ ანგელოზი ქმნილებაა. ანგელოზი არის ჩვეულებრივი, სხეულებრივი არსება, ოღონდ არა ესეთი სხეულით, გარშემოწერილი არსებაა, ეთეროვანი სხეულით, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ბოლომდე იცავს თავის დასაცავს. მაგრამ რატომ გიყვებით ამ ამბავს, იცი, შემთხვევით არ გიყვებით. ჩვენ ვნახავთ ახლა ერთ ძალიან საინტერესო ფრაზას, რომელსაც იაკობი ეთქვის ესავს. და ეს ჩემი სიტყვები მე გაგახსენდებათ, რას ნიშნავს ფარველი ანგელოზი. კიდევ რა განმარტებები აქვს ახლა ამ იაკობის ლოცვას?
ერთ-ერთი განმარტება ის არის, რომ იაკობი რომ დაკოჭდა, ეს არის კოჭრი ფეხი ამ შემთხვევაში ებრაული სამყარო, რომელიც დაზიანდა და ქრისტიანული სამყარო, რომელიმაც აიდგა ფეხი და გაი, იმიტომ რომ ამ იაკობისგან წამოვიდა ერთიც და მეორეც. ერთ-ერთი განმარტება კიდევ ასევე შეიძლება ითქვას ამისა იაკობის ამ ლოცვისა გახლავთ ის, რომ სახელი შეეცვალა მას, ნახეთ, გითხარით, ხო უთხრა, ამიერიდან აღარ ითქვება შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეერძოლებდა ძლიერად. და კითხა იაკობმა, მითხარი შენი სახელი და უთხრა, რისთვის მეკითხები სახელს და იქვე აკურთხა. აღარ უთხრა სახელი, ვისაც ებრძოლებოდა. სავარაუდოდ ეს იყო ერთ-ერთი განმარტებლის აზრით, ეს იყო ანგელოზი მფარველი ესავისა, რომელსაც ის ებრძოლებოდა, ანუ იმას ევედრებოდა, რომ ესავის გულში სიკეთე ჩათესილიყო და ამას ებრძოლებოდა მთელი ღამე. ერთ-ერთი ვერსიით ეს იყო ქრისტე მაცხოვარი, იმიტომ რომ იაკობი ლოცულობდა გამომხსნელი, მხსნელი, რომელიც უნდა მოსულიყო, ვინ იქნებოდა და სად იქნებოდა და როდის იქნებოდა, რომ ცოდნოდა, რომ ამ მდინარეზე იქეთ გადასვლას და ესავთან ამ ომს თუ დაპირისპირებას ჰქონდა თუ არ ჰქონდა საერთოდ აზრი. ან როდის და როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. ამაზე ლოცულობდა, ანუ უამრავი ვერსია ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ წმინდა მამათაგან. რა თქმა უნდა, ყველა მისაღებია, ყველას თავისებური აზრი გააჩნია, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ისრაელის სიტყვა, რომელიც დაერქვა იაკობს. ამის შემდგომ ისრაელად იწოდება იაკობი და ყველა მისი შთამბა. ჩვენ რას უწოდებთ ხოლმე ხა ებრაელებს? ისრაელს. ისრაელს სამი ისრაელში მივდივარ რომ ამბობენ ადამიანები, აქედან მოდის ეს სიტყვა სწორედ. მაგრამ რას ნიშნავს ისრაელის სიტყვა? თუ თარგმნით სიტყვით, ისრაელი ნიშნავს ღვთის მებრძოლს. მაგრამ როგორ გესმით თქვენ ღვთის მებრძოლი ვინ არის? ღვთის მებრძოლი ვინ არის? როგორ წარმოგიდგენთ? რამდენი გაგება აქვს ამ სიტყვას? ორნაირი გაგება აქვს. ორნაირი გაგება აქვს და გეტყვით ახლა როგორი. ღვთის მებრძოლი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იბრძვის ღვთისთვის. და ღვთის მებრძოლი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იბრძვის ღვთის წინააღმდეგ. ამიტომაც იაკობში ეს ორივეა, იაკობის შთამომავლობაში ეს ორივეა, წენა რაც გითხარით, ერთი ფეხით კოჭლობდა და მეორეთი არამედ. ისრაელი ქვია ეს, რომელიც ღვთის წინააღმდეგ იბრძვის, იმიტომ რომ იესო ქრისტეს ებრძვიან დღემდე. ჯვარზე გააკრეს, გავიგეთ ბატონო, მაგრამ დღემდე ბრძოლა მიმდინარეობს იესო ქრისტეს წინააღმდეგ. ამიტომ ღვთის წინააღმდეგ მებრძოლია ისრაელი. მაგრამ არსებობს ასევე ისრაელი, რომელიც ღვთის მებრძოლი და მეომარია. ისრაელი, რომელიც ჩვენ ქვია ქრისტიანულ მართლმადიდებულ სამყაროს, რომელიც ღვთის მეომრები ვართ. ღვთის მებრძოლები ვართ. გესმით რა შეასაქმე. ამიტომაც ეს სიტყვა შემთხვევით არ ეწოდა ისრაელს, იაკობს. ისრაელი შემთხვევით კი არ ეწოდა. ღვთის მებრძოლი ეწოდა ოღონდ, აი შენ განსაზღვრე ვინ ახარ. მებრძოლი მის წინააღმდეგ თუ მის მხარეს. ამიტომაც ჩემო კარგო, ნახეთ, მე მახსენდება ერთხელ ერთმა მოძღვარმა მოყვა, რომ 2000 წელი როცა დადგა, ძალიან დიდი ტურები დაიგეგმა მომლოცველთა ტურები ისრაელში. ეს იყო ესე იგი ძალიან დიდი მოვლენა, ესე იგი ქრისტეს განკაცებიდან საშობაო ტურები იყო, ქრისტეს განკაცებიდან 2000 წელიწადი. იქ სასტუმროს ვერ იპოვიდით თავისუფალს კი არა. ესე იგი ჩვეულებრივ უბრალო რაღაცა, აი ქოხს ვერ იპოვიდით დასაქირავებლად იმდენი ხალხი ჩავიდა, მათ შორის პატრიარქები, სასულიერო პირები, ჩვენი პატრიარქიც 2000 წელს იქ იყო ისრაელში იყო საქართველოს პატრიარქი წასული და ერთ-ერთი მოძღვარი ყვება, რომ წინასწარი შეხვედრები გაიმართაო, ეხლა რო იგეგმება მოგეხსენებათ, იქ ყველას თავისი გაწერილი პროტოკოლი აქვს. ვინ უნდა მიიღოს, ვინ უნდა დახვდეს, სად რომელ სასტუმროში წააბინაონ, სად წაიყვანონ, რომელ საათზე შეხვედრა, იქ პატრიარქები ხო ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, საერთო მსახურება როდესაც. ნუ მოკლედ ძალიან რთული პროცესია. მე პირადად ყოფილვარ მსგავს პროცესში, როდესაც საიუბილეო თარიღი იყო, აღარ მახსოვს რომელიღაც ჩვენი პატრიარქის და ჩამოდიოდნენ ეს ოფიციალური სტუმრები და ნუ მოკლედ ვინ რომელ მაგიდასთან უნდა დამესვა, ამან დამტანჯა სამი ღამე არ მეძინა. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ეს ხალხი ამდენი მიიღო უნდა აეროპორტში და დააბინაო და მიაკითხო და მოაკითხო და ნუ მართლა ძალიან რთული პროცესი. ჩამოსული ხო ერთ-ერთი ებრაელი როგორც სასტუმროს მეპატრონე, სასტუმროების უკაცრავად მეპატრონე
რომელსაც უნდა ესე იგი ეს სტუმრები თავისთან განეთავსებინა და იქ რაღაცა თქვა საპრეზიდენტო ნომრზე პრეზიდენტებიც ვიდიოდნენ და იმათვის ცალკე იბრუნებდნენ მთელი ამბავი. ხო და ესე იგი შეხვედრა რაღაცა გვალმაგიდასთან და რაღაცა საქმიანი შეხვედრა. თან პატარა ლანჩია. ხო და ერთ-ერთი ჭიქა დავლიეთო ეს მოძღვარი ყვება. ხო და ეს ებრაელიო არაფრით არ ახსენებს იესო ქრისტეს. იცით როგორ ყვება ამ ამბავს, რომ აი იუბილე, აი იმის იუბილე რო იქნება, აი ამ იუბილეზე არაფრით არ ახსენებს ქრისტეს სახელს რა და მე ცოტაო მეწყინაო და უთხარიო რომ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი ამდენი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს მარტო 2000 წელთან დაკავშირებით ახლა წარმოიდგინეთ რა მოგება უნდა დარჩეს ქვეყანას ამდენი ტურისტი რო ჩადის ესეთი ნომრები რო იჯავშნება ახლა პრეზიდენტები რო არიან ჩასული და პატრიარქები და მთელი ამბავი რო არის ეს მარტო მართლმადიდებლური სამყაროს მეც რაც ვიცი და რომის პაპიდან დაწყებული კიდე ყველა იქ იყო ეხლა წარმოიდგინეთ რა ვითარება ხო და აი ამ ხელაფული უნდა იშვებოდა მისი სახელის ხსენებაც არ გინდაო ხო გზარავს მისი სახელის ხსენებაც პირდაპირ უთხარიო ну ცოტა ეთქობა არამაც გამიპირდაო გურულებმა რა ვიცია გამიპირდა არაღი თორე ვერ ვიტყოდიო ხო იცი ხო და ესე იგი ამ ადამიანს შეერცხავ რა მე ვთხარი 2000 წელი ფულ შოულებთ მაგითო ხო და აი ისიც არ გინდათ რომ სახელი ახსენო აი ესეთია დამოკიდებულება ისრაელის დამოკიდებულება ესეთია ან მებრძოლია ღვთის წინააღმდეგ და ან ღვთის მებრძოლია მართლა მის რიგებში ირიცხება მის ჯარში ამიტომ ამ თემაზე ჩვენ შეიძლება ძალიან გაგვიგრძელდეს საუბარი აღარ გავაგრძელებ რომ აღარ დაგზავნოთ უწოდა იაკობმა იმ ადგილსახელად ფენუელი რადგან თქვა პირისპერ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი ეს გამოთქმა ძალიან მნიშვნელოვანია პირისპერ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი ძველ ხალხში ყოველთვის ესეთი იყო გამოცხადება როცა ჰქონდათ ეგონათ რომ კვდებოდნენ და ამიტომ ჰქონდათ ანგელოზი როცა ეცხადებოდათ ფიქრობდნენ რომ ეს სიკვდილის ანგელოზია რომელსაც უნდა გაიყვანოს მაგრამ ამის გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღმერთი არასდროს არავის არ უხილავს ჩვენ ეს ვიცით ივანეს სახარებიდან მაგრამ მოსეს ცხოვრებაში ესეთი რამ წერია რომ მოსე როდესაც სინაის მთაზე ადის ეუბნება ღმერთს რომ მე მინდა რომ შენი პირისახე ვიხილო ანუ პირისახეზე გარეგნობაზე კი არ არის ლაპარაკი აქ ლაპარაკია იმაზე რომ არსი მინდა გავიგო შენი აი როგორც ვიცი სხვა რაღაცები რა არის და როგორ არის შემიძლია დავშალო და ავაწყო აი მეც მინდა ვიცოდე შენ ვინ ხარ და ღმერთმა უხილა რომ შენ თუ მე მიხილავ მოკვდებიო და ამიტომ ნაპრალში ჩააყენაო ხელი მიაფარაო რო არ მოკვდარიყო და ზურგით ჩაუარაო მოსე წინასწარმეტყველზე ალაპარაკი ძალიან საინტერესოდ განმარტავს ამას გრიგოლ მოსელი იცით რას ამბობს ამის შესახებ რომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მან იცის რა არის ღმერთი ის უკვე მკვდარია იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანის გონება მიცოდეს ღმერთის რაობა მისი არსი შენს აი ამ შემოსაზღვრულ აგერ დაგიხატავთ ახლა კაცის ტვენი რამდენია და კილონახევარ სიწონის თუ რამდენს რას ამბობენ ამ კილონახევარ ბატონო კილო 800-იან ტვინში შენ გინდა ჩაადიო ის რასაც ვერ იტევს მთელი სამყარო რაც აღმატებულია ყველაფერზე შემოქმედი ამ ყოველივესი ამიტომ თუ ვინმე იტყვის რომ მე ვიცი ღმერთის არსი რაც არის ის მკვდარია სულიერად რა თქმა უნდა ფიზიკურად შეიძლება დადიოდეს ცოცხალი იყოს ნაბიჯებს გავდეს მაგრამ ის სულიერად მკვდარია რადგანაც შეცდომაშია ჭეშმარიტებას გზიდან გადახვეულია და ჭეშმარიტების გზიდან ვინც გადაუხვევს სულიერად მკვდარი ქვია ესეთ ადამიანს ამიტომაც ღმერთის ხილვა ვიხილე და გადავრჩი ხშირად ესეთი გამოთქმა თუ გაიგონებთ სწორედ ამიტომაა ეს გამოთქმა რომ პირველ რიგში ეგონათ რომ ანგელოზის გამოცხადების შემდგომ მათ სიკვდილი ელოდათ და მეორე ის არის რომ ღმერთის არსობის შესახებ ცოდნა უნდოდათ მაგრამ რომ იყვნენ რომ ვერ მიიღებდნენ ამ ცოდნას თავის ადამიანური ბუნება ამას ვერ დაიტევდა აქედან გამომდინარე ამბობენ ამ სიტყვებს რომ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი ამოუწყინდა მზე როგორც კი გასდა ფანუელს და კოჭლობდა იგი ცალით ეძოთი ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელები მენჯის ძარბს თეძოს სახსარზე რომ არის რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს თეძოს სახსარზე მართლა ასე არის მართლა არ ჭამენ ებრაელები ამას რა საინტერესო ამბავია რა 33 ხო არ დაიღალეთ გავაგზელო 33 არ არის დიდი გავაგზელო
გაიხედა იაკობა და ხედავს, მოდის ესავი 400 კაცით. ნუ ეს ამბავი მორჩა, იაკობი ცოტა უფრო თამამია, იმიტომ რომ მართალია კოჭლობს, მაგრამ გამოცხადება ჰქონდა და იცის რომ მოგვარებულია მისი საკითხი. მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რომელსაც რახელს და ორმხევას. გაუთავთავისა რასი ყველა დედას თავისი შვილი დაუყენა. მას 4 ქალისგან ყავს ეს შვილები. გაუთავთავისა რომ ყველას დაუყენა თავისი. და დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. სინამდვილეში ეს წყობა არის სუსტად ჯვრის სახით. ებრაული ტექსტი რომ წაიკითხოთ, ერთმანეთის უკან კი არ მიდიან. ერთი ბანაკი რომელიც ესე დააყენა, ნახეთ. ესე დააყენა წინ ერთ ბანაკად, ხო? აი აქ დააყენა მერე 4 ბანაკად არის დაყოფილი. აი ესეთი 4 ბანაკად მიდის. მერე ჩვენ არ ვიცი ამის საშუალება თუ მოგვეცემა, იმიტომ რომ იმდენი ხანი ამ წიგნზე ვართ გაჩერებული. გამოსვლათა წიგნზე თუ მივედით, ნახავთ რომ მთელი ებრაელი ერის მოგზაურობა, ნაში რა ქვია, უდაბნოში არის ზუსტად აი ამ წყობით. ჯვრის სახით. გაუთავთავისა და დააყენა წინ მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. აი სულ ბოლოში რახელი და იოსები არის. თუმცა კი მინდა გითხრათ, რომ მე გითხარით რამდენჯერმე, რომ ბიბლიის კითხვას თავისი წესი აქვს. ყველა შვილი მასკნა დააყენა, მაგრამ იოსების სახელი დასახელდა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ეს რაღაცაზე მინიშნება უნდა იცოდეთ და ჩვენ ცოტა ქვემოთ ვიტყვით ამას. თავად კი წინ გაემართა და ვიდრე მიუახლოვდებოდა 7 გზის მდაბლად თაყვანისცა ძმას, ანუ 7 მეტანია გააკეთა. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდნენ ორთავენი ერთად. ეს იყო ესავის მომენტალური შეცვლა. როდესაც მან დაინახა ჯერ მომავალი წვრები, მერე აკლემები, მერე ვირები, მერე ძროხები, მერე დაინახა მეტანიის მკეთებელი იაკობი, გამოექანა მისკენ გაშალა ხელები, ესე ჯვრის სიმბოლოა სხვათა შორის ხელების გაშლა და გადაეხვია იაკობს. ამიტომ სავარაუდოდ რამები ვარაუდობენ, რომ ესავი ცუდი განზრახვით იყო წამოსული 400 კაცი, მას სწორედ ამიტომ წამოიყვანა, იმიტომ რომ ნახა რომ ამხელა ფარები უძღვის წინ, ეხლა იფიქრა რომ იქნება და ცოტა ძლიერად არის ჩემი ძმა და ამიტომ ბრძოლა და ომი რომ დაჭირებოდა, უნდა ეომა. ამიტომ 400 კაცით მოვიდა. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და უთხრა, შენი რა არიან ესენი? ეხლა პირველი ესავის მაინც ამ რაკნას ყაჩაღია, არ შეუძლია სხვანაირად, რა რომ კი თავი ძმა ნახა ეხლა გული მოულბა, გადაეხვია, მაგრამ ახედა ეხლა უყურებს რომ ქონება კარგია, ლამაზი ქალები ახლავს, ისახლავს ბავშვები და ეკითხება, რა არიან ისინი? უთხრა, შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. ნახეთ, წმინდანები ყოველთვის ასე ლაპარაკობენ. ყოველთვის ასე ამბობენ. შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. არადროს არ ამბობს, ვიღაცა რომ ამაყით გაიშოს ხოლმე, ეს ჩემი ცოლშვილია. შენი ცოლშვილი კი არის და საამაყოდ შეიძლება გაქვს, მაგრამ ღმერთისგან ნაჩუქარია თუ საღამე საამაყო გაქვს ნამდვილად. ამიტომაც წმინდანებს ეს ძალიან მოეკითხებათ. ჩვენ იოსების ცხოვრებაზე რომ გადავალთ, ნახავთ, რომ იოსები მოკვდება თავის ძმებში ყველაზე ახალგაზრდა. და იცით რატომ? სწორედ ესეთი რამ შეეშლება მას. ერთ ისეთ სიტყვის, რომელიც არ უნდა ეთქვა. მეტი არაფერი. ამიტომ წმინდანებს განსაკუთრებულად მოეკითხებათ. ჩვენ ახლა სიტყვას ხანდახან აღარც არ ვფიქრობთ საერთოდ ისე გავისვრით და გამოვისვრით ამ სიტყვებს. წმინდანებთან მიმართებაში ესე არ არის. ნახეთ იაკობი როგორ ამბობს. შვილებია, ჯერეულება ვინც არის, მიუთითა, რომელიც ღმერთმა აჩუქა შენს მორჩილს. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებით და თაყვანისცეს. ანუ პირველი ჯგუფი მიდის და თაყვანისცეს. ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებით და თაყვანისცა და ბოლოს, ნახეთ რა ხდება, იოსები და რახელი. ეს აღმოსავლეთის ქვეყანაში არის ძალიან დიდი დანაშაული, რომ ბავშვი თავის მშობელზე ადრე მიდის ვიღაცასთან. იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს. ეს რადგანაც ასე წერია, შემთხვევით არ წერია. უნდა იცოდეთ რატომ წერია. იოსებმა ჩაიდინა ამ შემთხვევაში დანაშაული, იმიტომ რომ ბიძასთან უნდა მისულიყო ჯერ მისი მშობელი და მერე ქონდა მას მისვლის უფლება და მისაღების უფლება.
მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ იოსები გახლავთ ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი, რომელიც არის ძალიან ვაჟკაცი და გაბედული. მან იცის, რომ ბიძამისი არის ყაჩაღი. ამიტომ ის დედამისს გადაეფარა. არ იცოდა რა მოხდებოდა. ეს ბანაკები ხო ცალ-ცალკე გაუშვა ყველა იაკობმა. ამიტომ წინ რა ხდებოდა იოსებმა არ იცოდა. როგორ შეეგება თქვა ესავი მამამის ეს არ უნახავს, როგორ შეეგება წინა ბანაკებს ეს არ უნახავს და თავის ბანაკთან მოახლოებული ესავი რომ დაინახა, გამოვიდა და წინ აეფარა დედამისს. და ეს მისი მხრიდან ძალიან დიდი ვაჟკაცობა იყო. იმიტომ რომ თუ იქნებოდა ბრძოლა საჭირო, იოსები აპირებდა ბრძოლას, რომელიც სრულიად ყმაწვილია. პატარა, მაგრამ სხვათა შორის დღეს არის კვირიკეს და ივლიტას ხსენება. იცით ეს ისტორია როგორ მოხდა? კვირიკე და ივლიტა, დედაშვილი გახლავთ, რომელიც ეწამნენ სწორედ ასე. შვილი აეფარა დედას და რამდენი წლის იყო ეს ბავშვი? იცით? 3-ის თუ 4-ის აღარ მახსოვს. 3-ის ხო? 3 წლის ბავშვი იყო, რომელიც დედას გადაეფარა. ესე და თქვა რომ მეც ქრისტიანი ვარო და ესე წამოაგეს מחვილებზე და აწამეს ეს პატარა ბავშვი. ეხლა იოსები 3 წლის ნამდვილად არ იყო, მაგრამ რაღაცა ისე სიმბოლური დამთხევა, ხო? დღევანდელ დღეს არის ეს იოსების ეს ამბავი, რასაც ახლა მეგებავით, ის წინ გადაეფარა თავის დედას. ამიტომაც ჩვენ 39 თავზე რო გადავალ, თუ ვიცოცხლეთ იქამდე რა ვიცი, ისეთი ამბავი გამოვიარეთ. ეხლა ნახეთ 38 არის იუდას ისტორია და ხო, მოკლედ აღარ მახსოვს სად არის ეს ამბავი. თქვენ ნახავთ რომ ძმების ისტორიებზე კი აღარ გვექნება აქ ლაპარაკი, ერთი იუდას ისტორიას მოვყვებით და გეტყვით რატომაც არის იუდას ისტორია 38 თავში და დანარჩენი მერე გრძელდება იოსების და მისი ისტორია. ამიტომაც არ არის შემთხვევითი ეს რაც წავიკითხეთ. ახლოს მივიდა ლიას თავისი ბავშვებით და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახილი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს. ნუ როგორც ნახეს რომ ეხლა არ ერჩის ეს ბიძა და მოჭკვიანებულია ეს კაცი, ამათ მას თაყვანისცეს. უთხრა ესავმა რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემოხვდა. უთხრა იაკობმა რომ მადლი მპოვო ჩემი ბატონის თვალში. უთხრა ესავმა არაფერი მაკლია ძმაო, შენი შენვე გქონდესო. ნახეთ ეს ორი ძმები რა კარგად მოეწმნენ მართლა რა. იმიტომ რომ კურთხევა უფლისგან ორივეს აქვს. ოღონდ სხვადასხვანაირი. იაკობს გახსოვთ როგორ აკურთხა მამამისმა ისააკმა. უთხრა რომ ზეციური კურთხევა უნდა მიიღოს. და ესავს უთხრა რომ შენ მიწიერი კურთხევა. რუსულაში ესე ჟღერს ესე ატუკა ზემლი. ანუ მიწის ცხიმისაგან. მიწის ცხიმი რა არის? ნავთობი. ამიტომ ესავი რომელმაც შეირთო მერე აგარის შვილის, ესე იგი ისმაილის ქალიშვილი, მთელი არაბული სამყაროს წინაპრები არიან ესენი და მთელი გაერთიანებული არაბეთი მოგეხსენებათ ეხლა როგორ ცხოვრობს. იქ არც ერთი ადგილობრივი არ მუშაობს. ყატარის ქვეყანაზე მეუბნებოდნენ რომ ბავშვი რო დაიბადება $1,000,000 იმ დღესვე იდება მის ანგარიშზე. იქ მუშაობენ სხვა ადამიანები. არც ერთი ადგილობრივი არ მუშაობს. დადიან, სეირნობენ, ყურანს კითხულობენ, არიან ესე იგი გახვეულები ამ თავის სვავენ ჩაის და არიან მოკლედ ასე ბედნიერად. ასე რომ ღმერთი არავის არ ტოვებს კურთხევის გარეშე. ვისაც რა კურთხევა, მისა ის კურთხევა დღესაც მოქმედებს. დღესაც აი რამდენი საუკუნე ამის შემდეგ გასული მიწის ცხიმისაგან საზრდოობენ ეს ადამიანები. ისე რომ ციტის განძრევაც არ ჭირდება. არაფერი მაკლია ძმაო შენი შენვე გქონდეს. უთხრა იაკობმა არა თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ზღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, აი ამაზე მინდოდა მიგექციათ ყურადღება. შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენს წყალობით შემომხედეო. რას ნიშნავს ღვთის სახე რომ დამენახოს? ვისაც ებრძოდა წინა ღამეს მთელი ღამით, მისი სახე დაინახა. ეს იყო ესავის ფარველი ანგელოზი, რომლის შესახებაც აქედან გამომდინარე ამბობენ ამ ვერსიას, იმიტომ რომ მისი მფარველი ანგელოზი ადამიანს ძალიან გავს. ან შეიძლება პირიქით ვთქვათ, რომ ადამიანი ძალიან გავს თავის მფარվել ანგელოზს. ამიტომაც იაკობმა იცნო ესავი რომ დაინახეუნება თითქოს ღვთის სახე დავინახეო. ანუ იმას ვისაც მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა. იმიტომ რომ ეს საკითხი სხვანაირად აბსოლუტურად საიდუმლოებით მოცულია. როგორ შეიძლება ახლა ვიღაცა ყაჩაღს უთხრა რომ შენში ღმერთის სახეს ხედავ. ესე დაინახა, წინა ღამეს დაინახა და ეხლა მიხვდა რომ
ვისაც ებრძოდა სწორედ იმან მოალბო მისი გული რომ არ მოეკლა იაკობ. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო. ანუ აღებულობდა ესავი, მაგრამ ცოტა იმერულად ვარიანტი არ ახლა. მოიწით იმეროჩი როგორც იციან ხოლმე. ერთხელ ქუთაისში მართლა გეუბნებით, არ ვიყო. ქუთაისში ვიყავი, მივлинებთ ერთ კაცი ვიყავ, მაშინ და რაღაც სამსახურებრივ საქმეზე ვარ ჩასული. ხო და რომ მორჩით ამ იმას საქმეა, გავალაგეთ რაღაცა სამთელი ყველაფერი, გამოვით გვეჩქარება, კიდე უნდა გავაგზავნო გზა ბათუმში ვარ ჩასასვლელები და გამოვიდა ეხლა ვარ გაგიშვეთო გურმარილის გარეშე. მეუთხარი გამორიცხულია ბათუმში ველოდები უნდა ჩავა. იცით რა ქნა? ბანკანის წინ დაწვა. გადამიერე და წადიობით. აი თუ ხუმრობდე უნამოსო. ბანკანის წინ აი ესე წარმოიდგინეთ საბურავებთან დაწვა. ქუჩაში ხდება ქალაქის ცენტრში ვარ ქუთაისში. გადამიერე და წადიობით ხა და ნუ ახლა რა უნდა აბრექი დავრეკეთ ბათუმში და დღეს ვეღარ ჩამოვარ მეუთხარი და იმ დღეს კი არა მეორე დღესაც ვერ ჩავარ. ასეთია ქუთაისი. ასეთია ქუთაისი. არ მოეშვა და მანაც მიიღო მოკლედ. ნატალია გურიაძე რომ მოყვა იტყვია რომ თვითონ გურულია და მაგით მოყვება, ამიტომ ქუთაისზე მოყვა რა. კარგი, დავამთავრეთ, ხალე აღაზარდა. უთხრა ესავმა, დავიზრად და წავიდეთ, მე წინ წაგიწვევი. უთხრა, იცის ჩემო ბატონმა რომ სათუთნი არიან ბავშვები და სხვა ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. ანუ ესავი თავაზობს რომ მე წინ წაგიწვევი და შენ უკან გამომყევიო რა და იაკობი ვარსეუნება. იმიტომ რომ ისინი ახლა ცხენებით არიან მოსული და მიაჭენებენ და ახლა ამან რომ გააჭენოს ეს პატარა ბავშვებით და სხვა ესე ხოვერიული ცხენებთან ერთად მოგეხსენებათ დამეხოცებავენ. თავისი მორჩილის წინიაროს ჩემო ბატონმა მე კი ნელ-ნელა ფეხ-დაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში. უთხრა ესავმა, ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან თა რომ ახლავს. უთხრა, რა საჭიროა? ოღონდ მადლი პოვა ჩემი ბატონის თვალში. არ უნდა ესავისგან მიჩენილი კაცები უნდა. 4 ცოლი ახლავს პატარა ბავშვები და ამდენი საქონელი და ახლა უნდა იმ ყაჩაღის დანატოვარი. ხა ის გელსოც ფარი ჩააბარო და ახლობთ ეგეთი ამბავია რა და მეუბნება ოღონდ ჩენჭირი მეუბნება. თავი დამანებეო, წადი თქვენგზაზე მე უკან დელენა მოხვებითო. იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ, ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. ნახეთ წესით სეყირისკენ ხო უნდა წასულიყო, ანუ შენ წადი და მე მოხვები უთხრა. მაგრამ მათი გზები ერთმანეთს აცდა. მათი გზები კვლავ გაიყო. და ეს გზები გაყოფილია დღესაც. ეს გახლავთ მუსულმანური სამყარო და ეს გახლავთ ქრისტიანული და ებრაული სამყარო. შეიძლება ესე ითქვას, რომ გაყოფილია ეს გზები დღესაც, იმიტომ რომ მათ გამოცხადება აქვთ რაღაცა გარკვეული ნაწილობრივად. ისინი ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები არიან. ეს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, მინდა იცოდეთ. ეს არ არის უცხო რელიგია ჩვენთვის. ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ მათთვის სრული სინათლე არ არის, შეიძლება ითქვას რელიგიურად. რას ნიშნავს სრული სინათლე არ არის? წმინდანები ამბობენ, რომ ეკვატორზე მაგალითად ყველაზე მეტად არის მზის სინათლე. ამის შემდგომ ჩვენ თუ გავყვებით ან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ, ნახავთ, რომ მზის სინათლე აღწევს, მაგრამ უფრო მცირდება და უკიდურეს ჩრდილოეთ პოლუსთან თუ მიხვალ აღმოაჩენ, რომ იქ საერთოდ სიბნელეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იყოს ეკვატორთან. აქედან გამომდინარე, სწორედ ესეთი მდგომარეობაა მუსულმანურ სამყაროსთან დაკავშირებით. ისინი ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები არიან. ისინი არიან ძალიან ველური ბუნების ადამიანები. გახსოვთ, პირდაპირ შედარებულია კანჯართან, ანუ ველური ვირია კანჯარი. მათი ბუნება შედარებულია პირდაპირ ამასთან. ამიტომაც ღმერთმა მათ სჯულით ესეთი რაღაცები დაავალა, რომ ეს ადამიანები შეკრული არიან ამ სჯულით. მაგალითად ის რომ არ სვავენ. თქვენ წარმოგიდგენიათ მუსულმანები რომ როსვავდნენ რა დაგვემართებოდა ჩვენ ყველა დალებაზე რომ დაიწყებოდა აუცილებლად. იმიტომ რომ იმდენად ველური ბუნების ადამიანი ფხიზელს, აბსოლუტურად ფხიზელ კაცს შეუძლია გაიგეთოს შავების კამარი და აწიოს საერთში მთელი ქალაქი და ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ისინი რომ სვავდნენ მასიურად. ჩადაგილები არიან. ხო, აი ძალიან ცუდი ვითარება იქნებოდა. ამიტომ სჯულით შეკრულები არიან. არ სვავენ, ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები არიან. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ახლოს არიან ისინი. არის ესეთი წინასწარმეტყველებაც, რომ ბოლო ჟამის წინ ისინი ქრისტიანობას მიიღებენ. მათი უმრავლესობა ქრისტიანობას მიიღებს, მუსულმანური სამყარო.
ამიტომაც ახლოს არიან ნამდვილად როგორც ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები. თუმცა კი გზა მაინც გაყოფილია ერთი სუკოთისკენ დაიძრა მეორე სეყირისკენ. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს სახელად სუკოთი, ქარავანს ნიშნავს თანამედროვე ქართულად. მოვიდა მშვიდობით ფედან არამიდან წამოსული იაკობი შექემ ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის და დაიბანაკა ქალაქის წინ. შეიძინა იაკობმა 109 შექემის მამის ხამურის ზეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. ანუ პირველი ქონება გაუჩნდა უკვე იაკობს აქ ამ ადგილზე. აღმართა ის სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა. ელი ღმერთს ნიშნავს მოიხსენებათ. ეს 33 თავის დასასრულია, უბრალოდ რო შევკრა ეს რაც მოგიყევით ახლა. გეტყვით რაც ნიშნავს რომ იაკობის ეს დაბრუნება ნიშნავს ამ აღთქმის განახლებას შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ამ მისი შვილები უნდა გამრავლდნენ, მისმა შვილებმა უნდა წარმოშვას ახალი ერი, რომელიც ერშიც შემდგომ ჩვენ ვნახავთ იაკობი თავის 12 შვილს რომ აკურთხებს, როგორ კურთხევას მისცემს თვითეულ მათგანს. ეს კურთხევა გახლავთ მათთვის წინასწარმეტყველება, რომ ვის შტოში რა მდგომარეობა იქნება და ვისი შტო ვინ იქნება და როგორ იქნება შემდგომში და მომავალში. ამიტომაც ეს გახლავთ ის ადგილები, რომლებიც კი თამარ დავამთავრეთ ჩვენ უკვე ფაქტიურად არა როგორ გეკადრებით. ეს გახლავთ ესე იგი პირველი დაბანაკება უკვე მახტული მიწაზე, რომელიც აბრაამს აღუთქვა ღმერთმა და პირველი რაც გააკეთა, ნახეთ მიწა იყიდა და პირველი რა გააკეთა? მსხვერპლის შესაწირი დადგა, რომ ღმერთს მსხვერპლი შეწიროს იაკობმა სამსხვერპლო აღუშენა და უწოდა სახელად ელი, ღმერთი ისრაელისა. ასე დამთავრდა 33 თავი, ჩვენ ვნახავთ შემდეგ თავებში მართლა შეიძლება ესე ითქვას, რომ ერთი ოჯახის მრავალშვილიანი ოჯახის ისტორიას წავიკითხავთ, თუ რა ხდებოდა ამ მრავალშვილიან ოჯახში, დამოკიდებულება ძმებს შორის და მერე როგორ ესე იგი გამორჩეული იქნა მათ შორის იოსები, რომელმაც საფრთხო განგებულებით გადაარჩინა კვლავ ეს ერი შიმშილით გაწყვეტას. ასე რომ დღევანდელ დღეს ასე დავამთავროთ და შემდგომ კი როგორ არ შეიძლება? რატო აცდათ მას რატო არ გააცავდნენ? კი, კარგად კი შევხვდნენ, მაგრამ ნახე როგორი მდგომარეობაა ვიქტორ. ნახე რაშია საქმე. ღმერთი ყოველთვის ცდილობს რომ მართალი ადამიანები გამოაცალკევოს და ცალკე მიუჩინოს სამყოფელი. რა თქმა უნდა, იაკობი თვითონ არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას გამოცხადების გარეშე, რომ ის ცალკე უნდა წასულიყო. ნახე, აბრაამი თავის მამასთან ერთად ცხოვრობდა, უცხოსთან კი არა, აბრაამი ცხოვრობდა მამასთან და ძმებთან ერთად, მაგრამ ღმერთი ეუბნება, უნდა გამოხვიდე მაგ სახლიდან და წახვიდე. თან ცხოვრობდა სადაც იმ დიდრულად, კარგად, სახლი, კარი, ფული, ყველაფერი აქვს. და მიდის სადღაცა, სადაც კარავში უნდა იცხოვროს. იმიტომ რომ თუ აქ დარჩება, თვითონ კარგი მაგარია, ზნეობრივათაც, მორწმუნეობრივათაც ერთ ელაპარაკება, მაგრამ მისი შთამომავლობა ითქვიფება სხვა შთამომავლობასთან და ეს გათქვება სუდიდან კარგისკენ არასდროს არ ხდება, კარგიდან სუდისკენ ხდება ყოველთვის. ყოველთვის პირუპირუ მდგომარეობა, იმიტომ რომ როგორც კი იწყებს ორი ადამიანი ერთად ცხოვრობას, კარგი ითვისებს სუდის თვისებას და არა პირიქით. ამიტომაც აბრაამის გამოსვლა, გამოცალკევება სწორედ ამიტომ იყო საჭირო. ამიტომაც ის აქვს რომ ებრძანა რომ იქ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ნახეთ, იაკობი გარკვეულ წლებამდე ლაბანთან არის, მაგრამ როგორც კი ბავშვებმა წამოზრდა დაიწყეს, ღმერთი კურთხევას აძლევს რომ გამოდი მაქედან. იმიტომ რომ თუ ლაბანთან დარჩება, მისი შვილები ლაბანი გაზდის იმ შვილებს და გამოვლენ ისეთივე როგორც ლაბანია, მტაცებლები. თუ ესავთან გაიზრდებიან მისი შვილები, უყურებენ ბიძის მოქმედებას, იცით რა? გადამდებია ეს მოქმედება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიცხლი udუხს ადამიანს, ეს ვაშკაცობად მიაჩნია. ახლა აი ვიღაცაები რომ ამბობდნენ, რომ აი მე კანონიერი ქურდი უნდა გამომივიდე და უნდა მოვიპარო. ციხეში უნდა ჩავშდე და რაღაცა და რატომ იცი რომ ამის მაგალითს თუ ხედავდა, მოსწონდა ეს, რაღაცა ვაშკაცობად მიაჩნდა. ახალგაზრდა გოგოები მახსოვს რომ ვიღაცა მორფინიც უნდა გავუყევი ზაფხულდა ერთი, იმიტომ რომ მაგარი ბიჭია რა. ბიჭო გავიგე რომ მაგარი ბიჭია, მაგრამ შენ არ გეწოდება შენ თავი. რატო?
იმიტომ რომ რაღაცა ამ დროს ეს სისხლი რო კიდე რაღაცა გონება სხვანაირადაა დალაგებული. ამიტომაც ღმერთი ყოველთვის ცდილობს რომ გამოაცალკევოს და მე მინდა გითხრათ რას ნიშნავს სიტყვა წმინდანი. სიტყვა თორაზე ხო გითხარით? სიტყვა თორა მისი ფუძე არის ორ, რომელიც არის სინათლე. ამიტომ სიტყვა წმინდანის ფუძეც ეს სიტყვა არის და რომელიც ნიშნავს გამოცალკევებულს. სინათლე, სიწმინდე ნიშნავს, აი რო გადმოთარგმნე ებრაულიდან ქართულად, ნიშნავს გამოცალკევებულს, გაცალკევებულს. განცალკევებულს, იმიტომ კი არა რომ მე წმინდანი ვარ და თქვენთან ურთიერთობა არ მინდა. არა. თვითონ ეს გამოცალკევებული, იმიტომ აი როგორც იაკობი გავიდა, როგორც აბრაამი გავიდა. ამ განცალკევებას ნიშნავს, იმიტომ რომ ისინი ერიდებიან ამ საზოგადოებას, რომ გათქვეფა არ მოხდეს მათი და კარგი ცუდისკენ არ შეიცვალოს. სწორედ ეს არის მათი სიწმინდის შენარჩუნება. ამიტომაც კი მიიღო გარანტია მიიღო იმისა, რომ ესავე მას არ შეეხება ფიზიკურად, მაგრამ სამაგიეროდ ურჩევნია შორს იყოს მისგან, რომ მისმა შვილებმა არ ნახოს ესავის იქ საგმირო საქმეები, როგორ დარბის ხმის და ხვლით და ხანჯლით და მხედრიული აქვს შექმნილი და მთელი ამბავია რა. კარგი, დავაყენოთ, ხო?